არის ხმა. ესე იგი წინა ვიდეოზე საათ ნახევარი ვილაპარაკე და აღმოჩნდა რომ ხმა არ ჩამიწერია. ეხლა უკვე გადავხდით ცოტა წინ, სადაც დავშალე ყველაფერი, დავგლიჯე, ჩამოვეყუდე, დედაუტირე, რაღაცა პლასმასები დავუღრიცე. სავარაუდოდ გავღუნე ლიდს კრუზე კოორდინატაზე ღერძის შეუქცევადად ავბურდე ალბათ ხვედები და ისევ ჯოჯოხეთია აქ. ესე იგი, რა ხდება და როგორ მუშაობს ეს ამბავი. მოჩოჩდი ახლოს. ნახე? აი შეხედე, აი ეს სილიკონის შალითა, რომელიც აი ჰოთენდის პირი რო არის გამოჩენილი აქ რა. ნახე რამ ხელაზეა გადახსნილი. ეს რას ნიშნავს? რომ როდესაც ძალიან ამაღლდა ნავეჭდი, იმიტომ რომ კუთხეები ქონა აწეული და შეიძლება თეფშის სეტინგების გამოცვლაც დამოიწყებოდა, არ ვიცი, მაგას უნდა შევხედო რა. იმიტომ რომ ხორკლიანი თეფში ცოტა უფრო მაღალია, უხორკლო თეფში ცოტა უფრო დაბალია. და რომ არ გამოუცვალე თეფში სეტინგები, უფრო მაღალ წავიდა, ბეჭდვა Z-offset-ი არ იყო დაყენებული და სხვა თანაბარ პირობებში და სხვა სიტუაციებში ესეთ პრინტებს მოგლეჭს ხოლმე და წაიღებს, გადაყრის კუთხეებში და მერე უბრალოდ ჰაერში იფურთხება ფილამენტს და დაამთავრებს პრინტს ისე რომ სულ იფურთხება ფილამენტს და გაგეფლანგება ხოლმე ფილამენტი რა, რაღაცა 200 გრამი, რაც იყო პრინტზე. ამ შემთხვევაში, ხო და ეხლა ადგა ტიპი და სიკვდილის ბურბუშელა დააფორმი რა. რომელიც რომ არის რა, რომ არ მოგლიჯა, ათრია თან სადაც იყო ეს მოგლიჯილი. უფრო სწორედ მოგლიჯა, მაგრამ თან მიეკრო. ხო და მოგლეჯილს რომ მიეკრო პრინტს. ათრია თან და ყოველი ახალი ის რო გამოდიოდა, ახალი ფილამენტი რო აწვებოდა, ეს ხო ცხელია. გააძვrina უკან სილიკონის შალითაში და სილიკონის შალითა კიდევ ხო ცხელ რაღაცაზეა შემოხვეული და თხევადობას ინარჩუნებს. და შესაბამისად ეს ჩატრიალებული სიტუაცია უკან და უკან აქვს და ზემოდან ასხამს მერე აი ამ ბუშტებს. აი ეს რაღაცა ისინი ზემოდან არის გადმოსული და გამოთხრეული, რა. ხო და აი ამ სილიკონის შალითის უკენდან რო არის ეს უბედურება გამოთხრეული, კიდე რაღაცებს არის მიწებებული და არ ეგლიჯება. თორემ მთელი ჰოთენდი მოსახსნელია აქ. ხო და არის მიწებებული საშინლად. მე რას ვცდილობ ახლა? მე ვცდილობ რომ ამას რითი უნდა გავჭრა ახლა ეს, რა ვიცი მე. ის რაც მოყვება ამას ის კლიპერი მატრაკვეცობა, ჩემ ფეხებს გაჭრის ამას, ვერ გაჭრის. ამიტომ დავხსენი ყველაფერი ნორმალურად დამეჭერა. დამეჭირა ხელში. და ეხლა ვაგრძელებ ტანჯვა სერია 2 ექსტრა ტანჯულობა. კარგი. მოგეთ. აგერ კამერა. აგერ სარჩილავი, პაპამ. და აგერ დასარჩილი. ხედავ? სარჩილავი.
რო ერქოს ისეთ რაღაცას, რაც უნდა დარჩილო, იქნებოდა ლოგიკური. და სარჩილავი რო ქვია ისეთ რაღაცას, რაც რჩილავს, ეგ უკვე არალოგიკურია. ხო. ტანჯვა, სერია 2. გამოკეთების მცდელობები. ხო, სასიამოვნო იქნებოდა რომ შემელოს რომ ეს რემნები მოვაზრო, მაგრამ გამოიცანე რა ხდება. ეს რემნები კორპუსია, რომელსაც ვერ ვშლი, იმიტომ რომ პირველ რაღაცას ვერ ვაძრობ, რომელიც კორპუსის დაშლისას უნდა მოაძრო ადამიანმა, აი ამ გარე ნაცრისფერ ფარს. იმიტომ რომ ამ გარე ნაცრისფრის უკან არის დამალული რაღაც ესენი კიდე. ჭანჭიკები და კანჭები და ეს ცოცხალი თავის არ იხსნება. ხო და ეს თავს წევს და სადღაც არის მიწებებული თარსად. ხო და ვერ ხვდები რომელ მხარეს არის, აი ამ მხარეს სავარაუდოდ, იმიტომ რომ მოკეთ თავსაც არ წევს. ხო და რთული ჯოჯოხეთური საკითხია. წავიდა რჩილვა, აბა აქეთ მხარეს გადმოვინაცვლოთ ახლა. ესე იგი, მე რა ვცდილობ? მე ვცდილობ, რომ ძალიან ნაზად, აი ესე. კი არ გავხრიტო მაინც და მაინც. ფენა მოხსნა ეს გადმოღრილი ფილამენტი და ნელ-ნელა მოვკვეთო. და ამის მიათედიც უკვე სიკვდილის ბლობად ითვლება და ეს არის უამრავი. აი, იქ ხარის გადავავსო. აქედან კარგად აღვიქვამდი. ხო, აი, მდნარი პლასმასის ფერი და სუნდი და გემო ვისაც გიყვართ, სუნზე ბოდიში, მაგრამ აგერ თქვენ ფერი. იმედია იწვიმებს მაინც ხვალ. რომ ყველა მოწყენილი იყოს ისევე როგორც ვარ მე. ეხლა. არა, სისულელი არ ვარ მოწყენილი. ყოველთვის მინდოდა რომ დამეშალა და ამეწყო. უბრალოდ მინდოდა რომ დამეშალა და ამეწყო და მაინც არ მინდოდა რომ ეხლა ყველაფერი ახლიდან საყიდელი მქონდა. ფულის ამბავი იმდენად არ არის. ამდენად არის ჩამოტანის დროების ამბავი და შესაბამისად უამრავ სამუშაოს რომელიც უნდა შეგესრულებინა ვეღარ ასრულებ. იმიტომ რომ დღეს ვიჩალიჩე მაგარი მოდელი გავაკეთე ჩემ ჭკუაში. ორმაგი დამჭერი ესა კუთხე ყველაფერი დავსვი. დავჭერი ნაწილებად რომ ყველა მიმართულებით ძლიერი ყოფილიყო და მერე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტანჯვაში. აგერ ვარ და Venom's Glitch printers. ხო და აქ რო ყოფილიყავი გამომეპარებოდა, შეიძლება და გამომპარვოდა კიდეს. ნუ ესეთი უზარმაზარი ბლობი გაიზრდებოდა თუ არა, მაგრამ ძირითადად პრინტს რო უშვებ, ნუ გაწი გამოწიერა პირველი 5 ფენა თუ არაფერი არ მოხდა, ყველაფერი იგზია. ნუ მე მივაქციე ყურადღება პირველ 3 ფენაზე და კუთხეების აწევა არ ქონდა დაწყებული და ჩავთვალე რომ უსაფრთხო იყო სახლიდან გასვლა და არ აღმოჩნდა უსაფრთხო. ნუ შესაბამისად და თან ის იყო რა 4 საათიანი პრინტი იყო, ზუსტად სახლიდან მოსვლისთვის გამოცხობილი უნდა დამხვედროდა და ეგეც შენი სახლიდან სახში მოსვლისთვის გამოცხობილი დახვედრა. აი ეხა აი ამ ბლობის დიდ ნაწილს ნელ-ნელა ნუ აი არაფერ შუაში ნაწილია უბრალოდ ეხა აი ამის მოძრობა
სასიამოვნოა უბრალოდ იმიტომ, რომ მოძვრეს და რაღაცა შემცირდეს პრობლემა. ხო და აი ამ პაялნიკის საჭრელ თავს თუ ვიპოვე, ალბათ ცოტა უფრო სწრაფად ვიმუშავებ, მაგრამ არსობრივად დიდი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ აქ სითბო მჭირდება და არა ჭრა. ჭრას მჭირდება, მაგრამ სითბო მაჭრევინებს და არა ბასრი პირი. მეგონი ფასონის ამბავი უფრო არის ეგ საჭრელი თავი, ვიდრე ფუნქციონალობის ამბავი. ან უბრალოდ აი თხელი შეხება როცა გჭირდება და პატარა რაღაცაზე რომ მუშაობ, მაშინ შეიძლება ჯობდეს და აქ ვემჭიდავები რაღაც უბედურებას. აი ბოლოსკენ სინამდვილეში ის საჭრელი თავი გამომადგება, აი ცოტა რაღაცეები რო იქნება აქეთ-იქით მიმხმარი და ფრთხილად და ნაზად აღება რომ მომიწევს მაშინ. და ეხა რა სიფრთხილეზე და რა სინაზეზეა ლაპარაკი? ხო და ვერ არის კაი ამბავი. მაგრამ აბსოლუტური ტრაგედიაც არ არის. ეხა თვითონ ექსტრუდერის მოტორი მთლიანად გადარჩა, არაფერი არ ჭირს, არაფერი შიგნით არ შესულა. ანუ იმიტომ რომ ეს ფილამენტი არა ბუყებულა და უკან არ ამოსულა რა. ეს ფილამენტი აბუბუყდა და აი ამ სილიკონის განდონის უკიდან გადაძვრა და ეს რო არ მქონოდა საერთოდ. შეიძლება და უბრალოდ გაეჭედა რა. ხო და ამან გაუჩინა სასუნთქი. ხო და საბოლოო ჯამში უფრო მეტად დამაზარალა, ვიდრე სასარგებლო არის, ხო და ალბათ აწი უბრალოდ მოვაძრობ ხოლმე მაგ სილიკონის შალითას და ისე იმუშაოს ფოთენდმა. მაგრამ მაგის დანიშნულება არის, რომ მაინც რაღაც ტემპერატურული იზოლაცია მოაწყოს, რომ ზედმეტად არ გადახურდეს ის მიკროსქემები, რომელიც წინა მხარესაა. მაგრამ რა ვიცი რა. ანუ ყველაზე ცუდი ნაწილი ისაა, რომ რაღაცა სიცხის სენსორს დაედო ეს უბედურება. იმიტომ რომ სიცხის სენსორს რო არ დადებოდა, შემეძლებოდა რომ ჩართულ პრინტერზე, გამეთიშაჰოდედი, გამეცხელებინა და რაღაცნაირად ტემპერატურულად მოხმარებოდი აქეთკენ, რა. რომ ის მოძრობოდა და თან შემემოწმებინა ყველაფერს დარხეული აქვს თუ არა აქვს, ხო და ეხა რას აქვს დარხეული, მაგის დიაგნოსტირებასაც ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ სენსორს აქვს დახეული. და სენსორის გარდა რას აქვს დარხეული ვერ ვარკო. რასაც არა აქვს დარხეული, ვიცი, ეს არის. ექსტრუდერი, მოტორი და შესაბამისი ხრახნები. მაგრამ გამოიცანი რა ხდება რა, ქრიალითი სტოკით რაღაცა საუკეთესი ექსტრუდერის მოტორით და ხრახნებით არ არის ცნობილი. ნიშანდობლივად არაფერი კარგით არ არის ცნობილი ქრიალითი. მაგრამ რაღაცნაირად მოხდა, რომ პოპულარული ბრენდი აღმოჩნდა. ხო და მარკეტინგმა მომატყუა რა. იმიტომ რომ ეხა ეს K1 თავის საფასო კატეგორიაში არ არის საუკეთესო მანქანა. რაღაც პლუსები აქვს და რაღაცებს ჯობია ეხა ცხადია რა, მაგრამ ყველა თანამედროვე პრინტერი ასე თუ ისე, ხო რა, ანუ დადე და გაუშვი არის, არაფერი ჩალჩი არ უნდა. თავიდან როგორც დაიწყო 3D პრინტინგი, რომ ყველაფერი უნდა დაეშალათ და აეწყოთ გმირებს. ისი აღარ არის, მაგრამ რაღაც ვარიანტში ხო რა, ისეთი პრინტერი, რომელიც ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთო, აი ესეთი უბედურებისთვის ჯობია. იმიტომ რომ აქ არაფრის დაშლა აწყობა ვალდებული არ ხარ, მაგრამ რო გიწევს, აი ესე ერხევა მე რომ ყველაფერს, არაფერი რიგზე არ არის. საერთოდ. და ძალიან ცუდად არის კონსტრუქცია გაკეთებული, რა არის მერე ისმება, რაში ჯდება, ვერ გაარკვევ.
ხო და ჯიკაობა ჭიდაობით დავშალე როგორც იქნა გავუღვანე პლასმასი. როგორც არა. პლასმას არ ვჩივი. იმიტომ რომ ძალიან ბევრ პლასმას ვჩივი აქ და ეხლა ვსუნთქავ ამის კვამს და ეგეც არ არის კარგი. რატო არ არის კარგი ეგ? იმიტომ რომ ყველანაირი პლასმასი ნამწვიხო ბოროტებაა და თვითონ აი ამისი მტვერი და ისინიც, ხო? კი გავს ერთიან მასას, მაგრამ არის საკმაოდ ფოროვანი ჰიდროსკოპიული ცხოველი. რას ნიშნავს ეს? ჰიდროსკოპიული ნიშნავს, რომ იწოვს წყალს. ფოროვანობა იცით, რომ ფოროვანობა, ხო და. ფოროვანი ჰიდროსკოპიული ტიპი რომ შეიწოვო ფილტვებში ადამიანმა მაგალითად, ხო? ან სინუსებში. ამრავლებს ბაქტერიებს, იმიტომ რომ ყველა სიცოცხლეს უყვარს წყალი და ყველა სიცოცხლეს განსაკუთრებით ბაქტერიებს უყვართ კომფორტული ღრმულები. და რაღაცას გავატანინებ, მეგონი, ახლა ამას იმ ერთ ნახევარ ბლობს მოვაკლეჭ. ой, ვენომ, რას მერჩი, რატომ მომიკალი პრინტერი. კაცუნებით მიდის ახლა. ეს კაცუნები არის ჰაერის ბუშტუკების. ჰაერის ბუშტუკები ფორმირება და ამოწვა და ამბავი შეგნით. ესე იგი გასაშრობის იყო ეს ფილამენტი. ვარში გასაშრობი ჩამოვიდა. მოგეთ მორალი ამ ამბიდან არის, რომ ტემუზე არ იყიდება კაი საქონელი. ეჭვმეპარება რომ რამე ნამდვილი იყოს იქიდან რაც დავითვლი. ეს პაიალნიკი ტემუსია, მაგრამ 300 გრადუსს წერს და ვერ ადნობს ისეთ რაღაცას, რაც წესიერი სიჩქარით, რაც დნება გაცილებით ნაკლებ ტემპერატურაზე. მასაც განსხვავება ეხლა, რა თქმა უნდა, იმიტომ ის პრინტერი რაღაცა 220 გრადუსი ათბობს პატარა ღეროს და ეხლა ვეჭიდავები უბედურებას, მაგრამ უცხო პლანეტელის განავალს. მშველობა აქვს. შეიძლება არ არის ეს ისეთი ცხელი, როგორც გქონია, მაგრამ უფრო გაცხელება შეუძლია, აბა, მოდი. აუწიოთ ტემპერატურას. 320. აბა +20 გრადუსი როგორც აიღებს. ფირუზ ხმელეთს მოხდა. ჩემო სამშობლო ხარებო. აუძან გარიდან თუ შემოვხრიტე ხა. გარიდან შემოვხრიტე 1-2 შემოსასვლელი. ოპა. ვეთელი ეს დრო მუშავ რაღაცა ალყის დარტყმაზე ამ საკითხისთვის. აი, ყველაზე დიდი ფლობის გულში 320 გრადუსიანი გახურებული პაიალნიკით გასვლას უნდები რამდენიმე წამი. გადავშლი და სნაირად კავშირს გავაწყვეტინებ ძირითად სხეულთან. და იმედია მე ეს გავარვარებული რაღაცა რომ მოწყდება მე არ ჩამესემა ხელში. ოპა, კაი. აგი. რაღაცა იმედი არსებობს. იმედი არსებობს იმის, რომ რამეს მოუხერხებ ამას.
არ მგონია რომ საკმარისი აცეტონი არსებობდეს და ისიც არ ვიცი походу აცეტონი მე დანარჩენ ნაწილებთან როგორ მოქმედებაში მოვა როგორც არ უნდა იყოს აი ამ ხელა მასას იმდენი აცეტონი დაჭირდება რომ შეიძლება მეჩვენოს რომ ახალი ის ვიყიდო აქ უეჭველი რაღაცას დარხეული აქვს იმედი არის რომ დარხეული აქვს მხოლოდ სენსორს და სხვა ყველაფერი კარგადაა მაგრამ ეგ სენსორიც როგორ უნდა ჩავხსნა იმიტომ რომ ეგ სენსორი თუ სქემის ნაწილი არის ეგ უნდა ვნახო სად არის იქ რეალისტიკა 1-ზე სიცხის სენსორი აი ეს დიდი ბლობის რაღაცა 1/3 ნაგლეჯი უკვე თითქოს ალყამ აქვს დარტყმული და კი უკვე მოძრაობს ამი ხა დედასთან კავშირს გავაწყვეტინებ და მოწყდება სადაა მოსაწყვეტად εδώ ამის არის მოწყვეტილია უკვე ისე ვქნას რომ ცხელი პლასტიკი არ წავისვათ სახეში გიორგი უაღრესად სასურველი იქნებოდა იბატონო აბა აი ნახევარი საათის წვალება აი ამის მისაღწევად ჩემი პირველი სიკვდილის ბლობი ამას შევინახავ ნახე სუნებს უშვებს ეს თეთრი რა არის კაი რაღაცა თეთრი დავინახე მე მგონი მოწყვეტისას გათეთრდა მოწყვეტის წერტილი ძალიან უკვე შეხებაში ვარ მე მგონი ზოგჯერ ჰოთენდის ნაწილებთან აი მე მგონი ეს ჰოთენდი ალბათ გარდაიცვალა უკვე წესით იქამდე ჩატრიალდა ეს უბედურება რა სამ სენსორმა არ დააერორა და აუ ნახე სადამდე არის სილიკონის ის გამოსული შეხედე მე გაძეზგილია ტიპი აღარ ეტევა იმ იმაში კვადრატში რომელშიც ლაღად უნდა იყოს წესით რა არა ეს არის ეს წინა მხარია მაგრამ აქ ხელზე მაინც არ არის ხოლმე ეგ წინა მხარე აი ყველაფერს არაფერი გავარტყი არა აი სიკვდილის ბლობის უდიდესი ნაწილი ისევ ჩვენთანაა რაღაცა საკუთარ პლასმასის ნაწილს ვწვავ
ხმით ეგ იწვის. ხმით იწვის თავისი პლასმასები. უკვე აქ კაბელებს უახლოვდები. კაი, ერთ-სამი. ეხლა უკვე შესვენება უნდა ავიღო ერთი, იმიტომ რომ ეს უბედურება მომკლავს. ჰარი პოტერის ჯოხივითაა, ნახე. Expelliarmus. Expecto Patronus. ჩემი პატრონუსი არის პლასმასის კვამლი. დამწვარი პლასმასის კვამლი, გეხვეწები, აი ეხა, აი ეს აეხსნას უბრალოდ რა. ეს თუ აეხსნება, შვიდად დავიძინებ, არ ეხსნება. ვერ დავიძინებ შვიდად. კატასტროფაა რა. ანუ იმიტომ კი არა რომ უიმე რა მეშველება, მაგრამ ანუ აი მაგას ქვია კატასტროფული ისა. ერორი. ოი. ზიანი, კატასტროფული. რაღაცა შეუქცევადი რომ მოხდა. და შეუქცევადია ეს შობელზაღლი, აბა რა არის და თან კიდე რა არის, იცი? აი ეს მთლიანი ტიპი ერთბაშად არ იყიდება. ნაწილ-ნაწილ იყიდება. აუნა ელოდო, ჯოჯოხეთია. წვალება. მთლიანი პრინტერის ყიდვა უფრო მოხერხებული და კომფორტულია, ვიდრე აი ამ ერთი ნაწილის აწყობა შეწებება და თან კიდე მაგ ნაწილის ფასი მთლიანი პრინტერის ფასში ყველაზე მაღალია. მეორე მხარეს გვაქვს ლაზერი და ის მოგლეჯილი მინა და ეს რაღაცეები. ნახე, ლაზერით დავჭერით. სტენდი და სტენდზე წარმოვადგინეთ დაპრინტული საყვარლობები. და აი ამ ურჩხულს რომ ავათვინიერებ, კიდევ უფრო მეტ საყვარლობას დაგვიტვირთ. კიდევ უფრო მეტ საყვარლობას დაგიპრინტავთ. ოპა. აი ესეც ასე. ჰეი. არ ვიცი YouTube-ის პოლიტიკა რა არის სიგარეტის მოწევაზე, მაგრამ იმდენი პლასტმასის კვამლი ვისუნთქე, ეხა თქვენ თვალწინ ყველასი. რომ მე მგონი სიგარეტის წელობაზე ისე ძალიან არ უნდა ინერვიულოთ, რომ მალე მომკლავს, იმიტომ რომ გასლევით უფრო მეტი რაღაცა მომკლავს, უფრო მალე. კი, დიდი დღე არ მიწერია. დატკბით სანამ აქავარ. ესე იგი. ხო. ყველაფერზე ზემოდან მარილის მოსაყრელად ხო გახსოვთ? ხო გახსოვთ 2 საათიანი არ საათნახევარიანი ვიდეო რო ჩავწერე. და ხმას რო არ ვიწერდი თურმე. ტელეფონზე ვიწერდი ხმას, მაგრამ იმ ვიდეოს ხმის დამდები მე პირადად არა ვარ. არც არავინ არ არის, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ ხმა დაადოს, ლამაზად წავიმღერე ერთხელ და სასიამოვნო იქნება თუ ისტორიას არ დაეკარგება. ეს საოცარი ჰანგები. ლაზერი ჯერ კიდე ცოცხალია. ლაზერი მტკიცედ დგას, მაგრამ ჩართულია რატომღაც. მაშინ როცა არაფერს არ იყენებს. სიკვდილის ბლობმა ძალიან დამღალა. ხო და აი ეს სიგიჟია რა, ის ბრაკეტი უნდა ეხსნებოდეს. ხო და რაღაც მომენტში უბრალოდ ავაჭრი იმ ბრაკეტს, ან პაელნიკით იმ პლასმასის ნაწილს გადავჭრი
და მე სანამ ცხელი იქნება ავაგლეჯ როგორღაც, იმიტომ რომ აბსურდი არის, რომ შევოდეს. ხო და ეხლა საბოლოო ჯამში ნახეთ რამდენი პატარა დასაჭერი მისაჭერი მოსაჭერია რა. რა თქმა უნდა დახურული პრინტერია, მეტი მისაჭერი მოსაჭერი ექნება, მაგრამ შემიძლია სრული თავდაჯერებით თქვა, რომ დიზაინი არის აბსურდული. ზედმეტად გართულებული არის, არანაირი კაი ინჟინერია ამ ამბავში არ მონაწილეობს. არ ვიცი ვინ იყო დიზაინერი, მაგრამ აი სრულად ზედმეტი ნაბიჯები ჩაამატა მილიონ რაღაცაში. განსაკუთრებით აი ამ კორპუსის დაშლა აწყობაში და იმიტომ რომ ეს z-აქსისის z კოორდინატთა ღერძის z ღერძის ხრახნები არის აი სამი ამართული ხრახნი რო არის, რომელიც საწოლს ზემოთ ქვემოთ დაატარებენ რა. და თვითონ ეგ მექანიზმი არ არის ყველაზე დამაჯერებელი მექანიზმი რა. არ არის ყველაზე დამაჯერებელი მექანიზმი და თან უკანა პლასტმასზე არის მიბმული. და არაინტუიტიურად მოხერხებულად რო იშლებოდეს, ისე არ არის მიბმული, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დაშალო რაღაცა გაუგებარი თანმიმდევრობით. რომ მიაღწიო იქამდე, რომ ეს თავი მოხსნა და ზემოდან ჩახედო ქვემოთ. და შეიძლება და გაცილებით ნაკლები ნაბიჯი ყოფილიყო ამ ეტაპამდე. ცხადია რომ ამ ყველა ნაბიჯს უკან გადავახევ და უბრალოდ ვიდეოს ვუყურებ და შევხედავ რომელი ჭანჭიკი სად დავდე და ერთი დამივარდა და საღაც შევარდა. -1 ჭანჭიკით როგორმე ავაწყობ. ის ერთი ჭანჭიკი იყო მის გვერდზე. ექსტრუდერის მოტორის გვერდზე არა მოტორში შემავალი ჭანჭიკი, რომელიც ტყუილად მოხსენი და დავკარგე რა. მეძინება რა, არ მეძინება, მაგრამ დავიღალე უბრალოდ უსაშველოდ. გრძელი დღე იყო. არავითარი შედეგით. არა, რაღაც შედეგი იყო, რა ვიცი რა. კი, ხალხი ვნახე, ხალხს ველაპარაკე. ხალხთან ლაპარაკი საერთოდ არანაცვლებს მანქანებთან ურთიერთობის სიამოვნებას. მანქანები ჯობია ხალხს, მანქანები არ ტყვიან, როდესაც მანქანები ტყვიან, ხოლმე იმიტომ ტყვიან, რომ ხალხი, რომლებმაც მანქანები ააწყეს, ტყუოდნენ. და ისევ ხალხშია პრობლემა. იმიტომ რომ აი ეს მანქანა რა იყო რა? ეს მანქანა არ არის ჩინური ინჟინერიის შედევრი სინამდვილეში. ეს მანქანა არის ჩინური ქურდობის შედევრი. იმიტომ რომ გააკეთეს რა? აიღეს ღია წყაროზე დაფუძნებული ცოდნები იმის შესახებ, როგორ უნდა დააპროგრამო 3D პრინტერი, როგორ უნდა დააჭრა და გაამზადო ფაილები, რა ნაწილები უნდა გამოიყენო, როგორი მეთოდები არსებობს, თავისი ვერსია შეთითხნეს, რომელიც როგორღაც მუშაობდა და კარგად გამოიყურებოდა, ანუ აქ მთელი ბრძოლა იყო დიზაინი და არა დიზაინი მანქანის დაგეგმარების მხრივ. რეალურად პრინციპში 3D პრინტერში არსობრივად არაფერი რაღაცა ღრმა სასწაული მეცნიერული არ ხდება. გაქვს 3 კოორდინატთა ღერძი
და გაქვს 3 მოტორი, რომელიც ამ 3 ღერძზე ამოძრავებს რაღაცას. რაღაცა ზემოთ-ქვემოთ წევს, რაღაცა მარჯვნივ-მარჯვნივ წევს და რომელიღაც მოტორი წინ და უკან წევს და რატომღაც წვის ჩემი ყურსასმენი. ყურსასმენი არ წვის, თვითონ ჩემი ყურები წვის თურმე. ხო. მარჯვნივ, წინ და უკან, ზემოთ-ქვემოთ. თუ შეგიძლია რომ ეგ 3 მოძრაობა ამოხსნა, როგორ განახორციელო, რომელიც რომ არის სტეპერი მოტორები, ღვედები, 2 ღვედი, 2 სტეპერი მოტორი და ამ შემთხვევაში 3 lead screw წოდებული აი ეს ზე ღერძის ხრახნი, რომელსაც მაინც ერთი მოტორი ამუშავებს. იქ მეორე მოტორი არ არის კორპუსში დამალული, შიგნით არის მესამე მოტორის. და მარტო ერთი ღერძი მოძრაობს სინამდვილეში და მერე დანარჩენებს წევს. ყოველ შემთხვევაში ეგრე ჩანს. თუ იქ ცალკე მოტორებია, ბოდიში მომიხდია და გადაურეულ ვარ, მაგრამ თუ არ ვცდები, ერთი მოტორია, ქვემოთ აქვს ცხვირი ჩაღრმავებული, კიდე ღვედებია. ეხა ვარაუდობ, არ ვიცი, ჯერ არ გამიხსნია. მაქამდეც ჩავალ ამას, მოხარშულს გავიცნობ ამ მაიმუნს რომ აწამა. და ამ სატრიალებელს ერთად ამოძრავებს, რომ საწოლი აწივ დაწიოს. არის პრინტერები, სადაც თავი ადის, ჩადის და გადის გამოდის და საწოლი დადის წინ და უკან. ხო და შესაბამისად ისეთი პრინტერიც იქნება, სადაც თავი წინ და უკან დადის და საწოლი ადის ზემოთ-ქვემოთაც და წინ და უკანაც. ანუ სინამდვილეში, და თითოეულ ფენაზე მინიმალურ ნაბიჯს აკეთებს ეს Z აქსისი. სინამდვილეში, იმიტომ რომ ერთი ფენა დაიბეჭდება, ჩქუp, ერთი ფენა დაიბეჭდება, ჩქუp, ჩამოხდება, ერთი ფენა დაიბეჭდება, ჩამოხდება, ერთი ფენა დაიბეჭდება, ჩამოხდება. არსობრივად აი ამ ლაზერზე ერთი ნაბიჯით უფრო რთული მანქანაა და შესაბამისად ეს ერთი ნაბიჯის სისრთულე გეომეტრიული პროგრესიით ართულებს ყველაფერს, რაც ამან უნდა გააკეთოს და დაითვალოს, ვიდრე ამას, იმიტომ რომ ამას ეხა ხო არა, ლაზერს. დიდი არაფერი ტვინი არ აქვს, არა თუ ეკრანი აქვს და რაღაცა და შიდა კომპიუტერი და რაღაცა აზროვნების უნარი. ანუ ერთი ფლეშკის შესაძლებელი აქვს და პირდაპირ გამზადებული ფაილი თუ არ დევს Z იმ ფლეშკაზე. ინძამშივე, ჩემ ფეხები არაფერს არ აკეთებს. ან კომპიუტერით უნდა მიაერთო USB-ზე და კომპიუტერი მუდმივად უნდა კარნახობდეს, აბა ეხა რა გააკეთოს, აბა ეხა რა გააკეთოს. და თუ გამოგიზურა ფლეშკა, ჩათვალე რომ ის ჭრა დაკარგულია. კვეთა, ჭრა, რაც არის. სამგანზომილებიან სივრცეში სამოძრაოდ სულ 3 მოტორია საჭირო იმ შემთხვევაში თუ ეს სამგანზომილებიანი სივრცე მოზღუდულია. დანარჩენი რა არის? სლაისერის სოფტი. სლაისერი პროგრამა არის ის პროგრამა, რომელიც გეგმავს ბეჭდვას და გეგმავს სად უნდა იყოს ცხვირი აი ამ მანქანის hot ends რასაც ვეძახი ნებისმიერ მომენტში, რა სიჩქარით უნდა იმოძრავოს და რა გზა უნდა გაიაროს. ამ გზას რო დაგეგმავს, მერე გადასცემს ამ გზას იმ მოტორებს, რომლებიც სტეპერი მოტორებია და შეუძლიათ რომ ტკბ ბევრი პატარა ნაბიჯი გააკეთონ დაგეგმილად, სანამ დენს მიაწვდი იმ სიხშირე ძალით, რითაც მიაწვდი და რასაც უბრძანებ და ზუსტად იმდენ ნაბიჯები აკეთონ. სანამ ღვედი კარგად არის მოჭიმული და ნაბიჯებს არ ტოვებს, მოტორები ცოცხალია და ეს არაფერი დაღუნულა, იქამდე მუშაობს 3D პრინტერი იდეალურად და როგორც კი ერთი რაღაცა აურევს, შეიძლება ყველაფერმა აურიოს, იმიტომ რომ
შეიძლება რამდენიმე რაღაც დაიყუნოს პარალელურად. შეიძლება ელექტრონიკის პრობლემა იყოს. შეიძლება პრობლემა იყოს თვითონ ფილამენტში, რომელიც სველია. მილიონმა რაღაცამ შეიძლება აურიოს, მაგრამ ეგ არის ხელოვნება, რომ არ აურიოს ბევრმა რაღაცამ და კეთდებოდეს საქმე. Creality ამ პრინტერებს არ აკეთებს ისეთი მასალებით, რომ არასოდეს არ აურიოს. მეტალი არ არის ხარისხიანი და მაგარი არ არის. აი ეს პლასმასის კონსტრუქცია არაფერ შუაში არ არის. არ უნდა იყრდნობოდეს ამ პლასმასის კონსტრუქციას მოტორი. არ უნდა იყოს მიკერებული ამ ფარატინად პლასმასის კონსტრუქციაზე ზე ღერძის არაფერი, ანუ ხო აქვს ტიპს მეტალის ნაწილები რა და ისეთ ადგილებში აქვს პლასმასის ნაწილები, სადაც არ არის საჭირო რომ პლასმასის ნაწილები ქონდეს. და ისეთ ადგილებში აქვს მეტალის ნაწილები, სადაც ასევე არ არის არანაირი საჭიროება რომ მეტალის ნაწილები იყოს. მაგრამ გამოიცანე რა ხდება. ძირითადად მეტალის ნაწილები არის X, სადაც გამოსაჩენად არის თითქოს და პლასმასის ნაწილები არის მე მოყუჩებულ უცნაურ ადგილებში კუთხეებში ხოდა. თან ცხადია რა ეხა მუხლების კუთხეების და მის დაგვარი ნაწილების მეტალით ზუსტი წარმოება გასლევით უფრო ძვირი ჯდება. აი რას ვამბობ. აი ეს კუთხე მეტალისაა და Z მერე იმ ჯაჭვის ის არის პლასმასის. ხო და ან ეს კუთხე რატოა მეტალის, ან მერე ის ჯაჭვის და პირველი დასაყრდენი რატოა პლასმასის, მაგაზე მე ვერ გიპასუხებთ. მოთქმა ხმითა თავბოლო 1. უბრალოდ აღარა მაქვს პაიელნიკის ხელშაღების სურვილი. დავიღალე. მინდა ძილი და მოსვენება და მინდა რომ საქმე გამოვიდეს და საქმე არ გამოვა სანამ აი ამ ფალავანს არ გავაკეთებ როგორმე. ეს ფალავანი რო გავაკეთო როგორმე უნდა მორჩე დიაგნოსტიკას და დიაგნოსტიკას რომ მორჩე ვენომი უნდა ამოვაგლიჯო გულიდან. კიდევ კარგი რომ არ არის გაფუჭებული ექსტრუდერი, მაგრამ დიდი შეღავათიც არ არის ეგ ამბავი, იმიტომ რომ თლიანი ჰოთენდი მომსპარია, კიდე რაღაც გაურკვეველი სენსორი არის მომსპარი, რომლის ამოღებას შევძლებ თუ არა, ეგეც გასარკვევია და რაღაცა ნაწილების მოხსნა საერთოდ შემილია თუ არა, ეგეც გასარკვევია. სოდა, ეხა გაჭედვის პირას ვარ, ხვალ ალბათ გამოჩნდება, რომ არაფერი ისე ცუდად არ არის, გემშვიდობებით, ჯემალი, ემალი არაძრობია არაფერს. და მე ჯემალი არ მქვია. ხო, და კიდე პირში მიდგას რაღაც საზიზღარი მშრალი გემო და ფილტვებში ვგრძნობ იმ ტოქსიკურ კვამს, რომელიც ეხა ჩავისუნთქე, შესაბამისად ბავშვებო, არ დაწვათ პლასმასი პაიალნიკით. ეგ გოიმობა არ ჩაიდინოთ, რაც ეხა მე მომივიდა. ასევე არ დატოვოთ სარჩილავი დენში შეერთებული იმის და მიუხედავად ჩართულია თუ არა ის, იმიტომ რომ აი ეს მამაძაღლი ჩინური ტექნიკა რას იზამს, არასოდეს მაინც და მაინც არიცი. წინასწარი შეცნობითა და განზრახვით თუ შემთხვევით რას მოიმოქმედებს არიცი. აი მაგალითად მე არ ვიცოდი რომ შეეძლო რომ სენსორი გაფუჭებოდა და მე სამუდამო დაერია. პირველად გავფუჭდა ამას ფილამენტის დაცლის სენსორი, რომელიც სანამ უბრალოდ არ მოხსენი იქამდე უბრალოდ აღარ მუშაობდა მანქანა, იმიტომ რომ სულ იძახდა რომ ფილამენტი დაცლილია, ვერ გავაგზავნე პრინც, ფილამენტი დაცლილია
ვერ გავაგრძელებ პრინტს და ამასობაში იყო შიგნით ფილამენტი. ხო და თან არ ვიცი რა პრინციპზე მუშაობს ესეზე. მე დანარჩენი აღარ გამიხსნია ხო. გაფუჭებული სენსორის დაშლის მუღამი აღარ მქონდა. და მოკე შეშია უშავია. აი ეს ტემპერატურის სენსორი თუ აქვს ისეთ ხარეს აქვს შიგნიდან უცნაურად და ისე იქნება უცნაურად მიერთებული. რომ უფრო ხათაბალა წესით იქნება. კიდე რა არის კრეალიტის პრობლემა? მაინც ნუ აი ამ K1-ის ყოველ შემთხვევაში. მაინც ბევრი ინფორმაცია არ არის იმაზე, რო აურევს, როგორ მოიქცე და რა უშველო. თვითონ ოფიციალურ საიტზე არ არის. ანუ არის რაღაც მომხმარებლების რჩევები, გამოცდილება ხალხის, რომელსაც ინტერნეტში მონახავ, მაგრამ ანუ ოფიციალური საიტი როგორ დაშალო და ააწყო, იმას ვერ გასწავლის, ან არ გასწავლის, ან არ და ვერ გასწავლის. და შესაბამისად არ იყიდოთ K1. რა, ეს არის, რასაც გეუბნებით ყველას. არ იყიდოთ Creality K1. შესაბამისად არც K2-ს გირჩევთ არავის და არც K1 Max და არც არაფერს და ეს თავისი მაღალი სიჩქარის PLA-ს არ არის სასწაული ჯიგარი. ერთადერთი აი ამ მანქანას რაც აქვს გრითის ბლატაობს არის ის რომ 600 მმ წამი ბეჭდვა შეუძლია და შეუძლია ამ 600 მმ წამი ბეჭდვა ძალიან იზოლირებულ შემთხვევებში ძალიან კონკრეტული ფილამენტით და არც ისე დამაჯერებელი სასწაული ხარისხით ანუ ჩვეულებრივად არც არავინ 600 მმ წამს ჩვეულებრივ პრინტერში არ იყენებს და არ არის ეს რაღაცა ხშირად რო ხდება ისეთი სიჩქარე. ყველა სხვა პრინტერიც ჩქარია. 500 მმ წამი მაქსიმალური სიჩქარე პრინტერიც ძალიან ჩქარია და რა ვიცი. ყველას აქვს რაღაც თავისებური ისა. პრუსა არის თაზა. პრუსა არის ერთი ნაბიჯით დაბლა ინდუსტრიულ პრინტერებზე. და ნუ მე უკვე ინდუსტრიული პრინტერები ის პრინტერებია, რომლების ფასით საიტზე არ წერია ხოლმე რა. აი request a quote ფორმა თუ გაქვს შესავსები, ძირითადად ინდუსტრიულ პრინტერთან გაქვს საქმე, ან ინდუსტრიულ რამესთან. ისეთ რაღაცასთან, რასაც ტიპები აკეთებენ შეკვეთით მხოლოდ და მხოლოდ და აკეთებენ მარტო იმ შემთხვევაში თუ ფასზე მოილაპარაკებთ. ხო და სამხმარებლო პრინტერებში ფასზე მოლაპარაკება არ არსებობს. თუ ფასდაკლება შეგვხდა ყიდულობ და აღმოაჩენ რომ ეს ფასდაკლება იმიტომ იყო რომ ან ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოდის, ან ბევრი ახალი პროდუქტი შემოდის და მოსწრებაზე იყო წარმოებელი ამ ჩაწოლილი საქონლის მოშორების, იმიტომ რომ ეს ახალი პროდუქტები შეიძლება უფრო ძვირი იყოს, მაგრამ საკმაოდ კონკურენტუნარიანია თავის ფასის პირობებში ამ ძველ ვითომ ბოლოს იტყვა საქმეში პროდუქტებთან. ხო და ყოველთვის ჯობია, როცა ფას ისეთ რამეზე გიკლებენ, რაც არავის არ აქვს, ვიდრე ისეთ რამეზე, რაც უკვე ყველას აქვს და თლაკმაყოფილები არ არიან რა. იმიტომ რომ როცა ფას ისეთ რამეზე გიკლებენ, რაც არავის არ აქვს, მაინც გაქვს შანსი, რომ ძალიან კარგი აღმოჩნდეს. და თან კიდე, ნუ იმ შემთხვევაში, როდესაც კარგ მანქანას ყიდულობ, საპორტიც მოყვება. ისე Creality საპორტისთვის უნდა მეწერა, ეხა რა ვქნა თქო, მეც მაგარი ვარ. მაგრამ თვითონ მიყვარს რაღაცების გაკეთება. ეხა აი ამ ხვედების თავიდან მოჭიმოა პატარა ჯოჯოხეთი იქნება. იმიტომ რომ
ყველა უმიდან ამოვაგდე და ცოტა გადაიღონ გადმოიყუნა, მაგრამ არაფერი ისეთ ჯოჯოხეთი არ იქნება. ხვედები არის ყველაზე შორეული ჩემ პრობლემათაგან. ჯერჯერობით ჯანზე არიან ჩემი ხვედები, არ დაუსკიპიათ არც ერთხელ ნაბიჯი. ანუ აი ეს კბილანები რო აქვს სკიპი ქვია, რომ გამოტოვებს ერთ წელს და ერთ წელს რო გამოტოვებს, რომ მოდუნდება და მორბილდება ხვედი. მერე ესე პრინტი ესე ადიოდა და გადმოხტა და ესე აგზელებს ისევ ასვლას და შეიძლება რაღაცა დაცურებული პრინტები გამოგივიდეს იმის მერე 1 მილიმეტრით გვერდით გაგრძელდა რაღაც ნაბიჯიდან. სვა. ოლგა ეხა ამ გაჭედვა უბედურების მერე არ ვარ დარწმუნებული რომ ღვედებსაც არ დაერხათ, იმიტომ რომ ეს თუ ბრუილებდა, ვერ მოძრაობდა. ჩაჭედილი იყო ერთ ადგილას და ასხამდა ამ ფინალმენს. ამის მომენტში ვერ იმოძრავებდა და შეიძლება გამოეტოვებინა კიდეც ნაბიჯი. ასე რომ სანამ აი ამ რაღაცა შავ ბოროტება ბლობებს არ ავაჯრობ, ვერაფერს ვერ გავიგებ. ვიცი რომ ეს ძალიან გაინტერესებდა. ამის გარეშე ვერ წარმოგედგინა დღევანდელი დღე როგორ უნდა დახურულიყო, მაგრამ რა უყოთ ახლა. სამაგიეროდ მაქვს. აი ეს ლაზერით გამოჭრილი უცნაური თამაში. რაღაცები მოხატულია. მე მგონი მარტივი წესები აქვს. ვიღაცას შავი აქვს, ვიღაცას თეთრი და აი ეს რაღაც ჯოხები, რომლებიც მიმოყრილია ეხა. გაურკვევლად. არის კამათლები, იმიტომ რომ ეს რო დააგდებ. შავი ზემოთ თუ გამოვიდა 0-ია და თეთრი ზემოთ თუ გამოვიდა 1-ია. ხო. იმიტომ რომ ლაზერი მუშაობს. ხო და ლაზერი პიროვნებაა რა. იმიტომ რომ ხო და როგორ არის ხა? ეს ამბავი როგორ არის რა? ვიცი, აქ ვარ. ძალიან ახლოდან ხო არ გელაპარაკები. თავისი არსით 3D პრინტერი და ლაზერი არის ყველაზე დაბალი სამომხმარებლო კომბინაცია, რომლითაც შეგვიძლია მიაღწიო იმას, რომ წარმოების დამატებითი წარმოების. დამატებითი ოღონდ ის კი არა, რომ რაღაცა წარმოება გქონდა და დაამატე სხვა წარმოება. დამატებითი წარმოება ისაა, რომ არაფერი არ იყო, ან რაღაც იყო და ამატებ და რაღაცების ჩამატებით, ან ჩამოსხმით, ან დასხმით, ან რაღაცების მიწებებით ერთმანეთზე აწარმოებ. და გამოკლებითი წარმოება არის, როდესაც რაღაცა გაქვს, მაგალითად მთლიანი ფანერა. და აკლებ ამ რაღაცა ნედლეულზე გათვლილი გამოკლებით. იმიტომ რომ ესეთი რაღაც რო გამოიყვანო, დამატებითი წარმოებით უფრო მოუხერხებელია, იმიტომ რომ ესეთი იდეალური ფორმა არ გამოგივა, იქნება ფენები, ღარები, თავისებური რაღაცეები გადახრები. და ეხლა შეგვიძლია მიაღწიო იდეალურად სწორ ზედაპირებს, იმიტომ რომ გაჭერი სხივით, კონცენტრირებული სხივით და სხივზე წვრილი და სხივზე ზუსტი ჩამოსხმა, დასხმა რაღაცის ვერ იარსებებს. შეგვიძლია ჯერ ჩამოასხა და დაასხა და მერე მოაჭრა, ან ჩამოასხა აბსოლუტურად სწორ რაღაც ფორმაში. მაგრამ იმ სწორ ფორმას ჩამოსხმით აკეთებ თუ დაჭრით აკეთებ. ხო და
მაგრამ ერთმანეთს ბანს ხელი ხელს ხშირად რა, იმიტომ რომ რაშია საქმე რა, რომ ეს დამატებითი manufacturing-ი ან პრინტერი კარგი არის პროტოტიპების შესაქმნელად, რაღაცების აჩალიჩოდ. იმ ფორმების შესაქმნელად და წარმოსადგენად და იმ პროდუქტების წარმოსადგენად, რომლებსაც მერე ან ჩამოესხამ, ან გამოჭრი. მაგრამ თავიდანვე გამოჭრით გაცილებით უფრო ძვირი დაგიჯდებოდა რაღაცა მექანიზმი, რომელიც გინდა ნახო როგორ მუშაობს საქმეში. ან რაიმე მოულოდნელ სხვა არ აკეთებს. ან უბრალოდ გადაამოწმა, რომ აი რაღაც მოვიფიქრე, ეს ჩარხი ამ ჩარხს ატრიალებს, მე ეს ჩარხი იმ ჩარხს ატრიალებს და მეხუთე ჩარხი უნდა ტრიალებდეს საკაცა, ხო? ანუ შენ რო ადგე და პირდაპირ გამოჭრა რკინის ჩარხები, გაცილებით უფრო ძვირად დაგიჯდება და თუ აღმოჩნდა რომ რაღაცა შეგეშალა, ორჯერ ძვირი დაგიჯდება და პლასმასის ჩარხები, რომლების შეკვეთაც არ გიწევს, იმიტომ რომ ასრა სტანდარტული ზომისაა და დახატე და გააჩინე, ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ არის სასიამოვნო, როდესაც აი ეს ვენომის ნარწყევს არ გიკეთებს პრინტერი საკუთარ სულში და ესე თავისი სულის განადგურებით შენ სულსაც არ ანადგურებს. მე მოვჩი ლაპარაკს დავიღალე, აბა ძილნებისა ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი იქნება ვარდივით, ჯადოსნურად. ხო. ხო და ეგ იყო მიზანი რა. რო ოპა, აი დავდგი, მაგიდა გავმართე, ეხლა ჩენელს გავაკეთებ. ხო და აი ამით იწყება ჩენელი. აი ამ ტანჯვით იწყება ჩენელი. და რავი, გზადაგზა რო გავიმართები, მე წესიერ ვიდეოებსაც გავაკეთებ, იმის შესახებ, როგორ ვაკეთებ რაღაცებს და არა როგორ ვერ ვაკეთებ რაღაცებს. მაგრამ თუ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, იმას მაინც გავაკეთებ, რომ როგორ ვერ ვაკეთე, ის გითხრა. აბა, ნახვამდის. და ეხა ძალიან სამარცხვინოდ გავალ ესე გავტრიალდები, იმიტომ რომ პაუზას უნდა დავაჭირო ხელი და cool გასვლა არ გამომივა. ნუ კიდე შემიძლია რომ უბრალოდ გაგატრიალო ესე. ოპ. გაგატრიალო ესე და არ გამოჩნდება რომ მე იქ კომპიუტერთან მივირბინე და სტოპს დავაჭირე. ხო. ასე რომ ნახვამდის. უი, კიდე ესე თავზე შემიძლია გადაუსვა ხელი და ნელ-ნელა დაიხურება კამერა. არ ვიცი ეხა ისინი თუ ჩანს. ვარსკვლავით იკეტება და აი ჩაქრა, ეხა აინთო, ეხა ჩაქრა, ეხა აინთო. ხო და ჩანს წვეტები? მოიცა? ხო, აი ვარდისფერი რო არის რაღაცა კუთხეში. არის იმ რაც ხურავს კამერას იმისი წვეტი. ნახვამდის. გაგახედებ, არ დაგხურავ. ვენომის ნარწყევი. ვენომის ნარწყევი.